ჩვენი თემის სათაური არის სიყვარული, ეს არის მეხსიერება, რომელიც ჩვენში წინასწარ არსებობს, თუ ეს არის რაიმე ახლის აღმოჩენა. და საერთოდ არ მიყვარს ხოლმე კომპიუტერის წამოღება, ჩანიშნული მაქვს ხოლმე ფურცელზე რაღაცა პუნქტები და იმას მივყვები, მაგრამ ამ შემთხვევაში წამოვიღე კომპიუტერი, იმიტომ რომ სიყვარულზე პოეზიის გარეშე არ გამოვიდოდა საქმე და უნდა დავიწყო წაგიკითხოთ შექსპირის სონატა. ესე იგი, იმ ადამიანის, რომელმაც დაწერა რომეო და ჯულიეტა, ამას ხაზს უსვამ. აი ასეთი სონეტა არის, რომელიც წამძღვარებული აქვს ივან მინდაძის შესანიშნავ ფუნდამენტურ კვლევას ტყუილის ანატომია. აი ამ სონეტით იწყებს თავის ნაშრომს და მეც მინდა რომ ამით დავიწყო ახლა ეს როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცით, ვიცი რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს. მინდა იფიქროს ამ ცხოვრების მე არავიცი და როგორც ჭაბუკს ყოველივე მხიბლავს და მათრობს. მერე კი მჯერა რომ მას სჯერა ბავშვი ვარ წმინდა. თუმცა კარგად იცის სიყმაწვილე გადახვყვა წარსულს. მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა. ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გსურს. სიმართლე ვიცით, მას სიცრუე რად ვათარეშეთ. სინამდვილესგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა. არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე. სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა. ასე ტყუილმა გაგვიხადა ორი ვმონებად, რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება. კიდევ ვიმეორებ, რომეო და ჯულიეტას ავტორი გველაპარაკება ტყუილზე. ეს შესანიშნავი თარგმანი კი ეკუთვნის რეზო თაბუკაშვილს. თარგმნელი ყოველთვის უნდა მოვიხსენიოთ, ეს მნიშვნელოვანი არის. ეხლა ეს შექსპირისეული ტყუილი, რასაკვირველია, ეს არ არის ტყუილი რაღაცა მორალური ჩავარდნის გაგებით, ხომ? ეს არის ის ჩვენი მარტოობის სევდა, რომელიც ჩვენ გვამყოფებს მაინც იზოლაციაში, რაც არ უნდა ბედნიერები ვიყოთ სიყვარულში, რაც არ უნდა კარგი ფანტაზია გქონდეს, რომ გავზავდით სხვაში, ხო? ანუ ეს გახლავთ არა მორალური ჩავარდნა, არამედ ურთიერთობის ფსიქოლოგიური სტრუქტურა. რადგან სიყვარული არასდროს ეფუძნება სრულ სიმართლეს. არამედ ეფუძნება, თქვენ რო იცოდეთ რამ ხელასოებით მაქვს ჩანაწერები გაკეთებული, გაგეცინებათ ჩემსავით. იმიტომ რომ ვეღარ ვხედავ ბრუციანი ვარ და სათვალე არ მიხდება. ხო და სუკანი ასევე რომ ვხედავ მეშინია, მაგრამ რამენაირად მისაწვდომე უნდა გავხადო, იქიდანაც შეუძლიათ წაიკითხოთ. თავისუფლად. ხო, პირდაპირ შეუძლიათ გადავიღო ფოტოები. მოკლედ, სიყვარული არ ეფუძნება სრულ სიმართლეს, არამედ ეფუძნება საკმარის ილუზიას. აი, რას ნიშნავს ეს საკმარისი ილუზია? იმას, რომ ადამიანი არც ეძებს სიმართლეს სიყვარულში, ის ეძებს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც მას დარჩენა შეუძლია. ეხლა შეიძლება ცოტა მეტად გავაფსიქოლოგიურო, იმიტომ რომ სიყვარულს ახლა დავიწყე ლექსით, რადგან სიყვარულს უხდება პოეზია, ლირიკა, კინო, თეატრი, პიესა, რა ვიცი, ხელოვნება უხდება, იმიტომ რომ ხელოვნების ნაწილია, მაგრამ მაინც ალბათ ჩემგან მოლოდინი არის ის, რომ დავეფუძნოთ იმ ფსიქოლოგებს და მათ თეორიებს, რომლებმაც ხელოვნების მიღმა რაღაცის ახსნას სცადეს. ერთ-ერთი ასეთი მთავარი საინტერესო თეორია ჩემი აზრით აქვს დონალდ ვინიკოტს, ძალიან საინტერესო ფსიქოანალიტიკოს, რომელიც ამბობს, რომ სიყვარული საჭიროებს ილუზიის სივრცეს. რადგან ეს ცოტა ჩემი ინტერპრეტაციაც არის და მივალ ახლა მის იმამდე. ილუზიის სივრცეს, რადგან ურთიერთობა ვერ უძლებს შიშველ რეალობას. ანუ ვინიკოტის ცნობილი თეორია ეხება გარდამავალი სივრცის ილუზიას. სიყვარული ცხოვრობს იქ, სადაც სიმართლე და ფანტაზია ერთმანეთთან თანაარსებობს. ვინიკოტის გარდამავალი სივრცის თეორია შექმნილი არის რეალურად ბავშვებზე დაკვირვებაში, როდესაც ის ამბობს, რომ ილუზია ასრულებს ფსიქოლოგიური ხიდის ფუნქციას
და მისთვის ვინიკოტისთვის ილუზია არის არა რეალობის უარყოფა, არამედ კრიტიკული ფსიქიკური არე, საიდანაც ჩვენ უსაფრთხოდ უნდა შევეგუოთ რეალობას, საიდანაც სუბიექტურ გამოცდილებასა და ობიექტურ რეალობას შორის უნდა გავდოთ ხიდი. ესე იგი, ამ სივრცეს ვინიკოტი უწოდებს პოტენციურ სივრცესაც, არა მხოლოდ გარდამავალ სივრცეს, რომელიც არც მთლიანად შიგნით არის და არც მთლიანად გარეთ განვითარებული. გარდა ბავშვებისთვის ეს ასრულებს მთავარ როლს განვითარების ადრეულ ეტაპზე. როდესაც დედა ან მზრუნველი ფიგურა ბავშვისთვის არ არის საკმარისად გამოყოფილი და ბავშვი ფიქრობს, ჯერ კიდევ ვერ ფიქრობს, სად ვარ მე, სად არის სხვა და სად არის საზღვარი ჩემსა და დედას შორის, ან მზრუნველ ფიგურას შორის. აი ამ ფაზაში ჩნდება გარდამავალი ობიექტები, ისეთი კომფორტული ობიექტები იმისთვის, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ გადაინაცვლოს უკვე და გამოარჩიოს გარე სამყარო თავისი თავისგან. ეს ფენომენები ან ობიექტები შეიძლება იყოს ხმა, რიტმი, სუნი მაგალითად, შეიძლება იყოს სათამაშო, შეიძლება იყოს საბანი, რომელიც გარს გვაკრავს, რომელიც კომფორტს გგურის, უსაფრთხოების განცდას გგურის, მაგრამ საბანი ვერ გახდება ჩვენი ნაწილი, ხო? ესე იგი, არც თლად გარე რეალობაა, მაგრამ თან გვაკრავს ეს გარე რეალობა საკმარისად იმისათვის, რომ განიცდებოდეს როგორც ჩვენი სხეულის გაგრძელება. ეს ობიექტები არ არის უბრალოდ ნივთები, არც ფანტაზია, ისინი არიან იმ ილუზიის მატარებლები, რომლებითაც ჩვენ გადავყავართ რაღაც უსაფრთხო მდგომარეობაში, ხო? ანუ ვინიკოტისთვის ილუზია არ არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, არამედ პირიქით, ილუზია არის ფსიქიკის ნებართვა, რომ რეალობასთან თანდათან დამყარდეს ურთიერთობა. და თუ ეს ილუზია ძალიან ადრე დაინგრა, მაშინ შფოთვა და სიცარიელე გაჩნდება. ზრდასრულებშიც გვაქვს ჩვენ ესეთი კომფორტული ობიექტები და ზრდასრულებსაც გვაქვს ასეთი პოტენციური სივრცეები. მაგალითად რელიგია, მაგალითად ღმერთთან ურთიერთობა, ხო? როდესაც ჩვენ ხატის წინ ვდგავართ და მივმართავთ მას, ესა და გვაძლევს ეს ჩვენ სიმშვიდეს, რომ აი ხატი მიკიდია, მას ველაპარაკები და მშვიდად ვარ, არა? სწორედ ასეთივე უფრო გართულებული კომფორტული ობიექტი, ან მაგალითად სიმბოლური კავშირი, თუ კი ადრე სიმბოლური კავშირი ის იქნებოდა, რომ აი რაღაცა დედიკო წავიდა, მაგრამ დედიკოს ნაჩუქარი სათამაშო მაქვს, ეხა მაგალითად მამაჩემის ზღვაზე შეგროვებული ქვები, მასთან ჩემი ყველაზე ძლიერი სიმბოლური კავშირია 30 წლის წინ გარდაიცვალა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც აი ეს დამაკავშირებელი ობიექტები, რომლებიც ხან ტკივილს გვიყუჩებს და ხან რეალობასთან შეგვარიგებს, რჩება ზრდასრულობაშიც. სიყვარულიც გახლავთ ზუსტად ასე, ხო, თუნდაც თერაპიაში, ფსიქოთერაპიაში, აი ამ პოტენციური სივრცის გაჩენა არის მთავარი ამოცანა და თამაში. ასევე თამაში გახლავთ უსაფრთხო სტრატეგია იმისა, თუ როგორ ვისწავლოთ ცხოვრება ცოტა ვნებიანად, ცოტა უსაფრთხოდ და გათვალისწინებით, ანუ ვისწავლოთ წესებიც და ვისწავლოთ აი ამ წესებთან მხიარული ურთიერთობაც. სიყვარულიც გახლავთ სწორედ ასეთი სივრცე, როდესაც მე ვიცი, რომ ადამიანი არის ნაწილობრივ ჩემი ფანტაზია, მაგრამ თან მჭირდება, რომ იყოს ის ჩემი ფანტაზია ცოტათი, ხო? აი აქ ყველაზე მთავარი, აი ყველაზე უფრო პირველი მახსენდება ხოლმე ის ეტაპი, როდესაც გალაქტიონის ლექსში უკეთესად ვერც წარმომიდგენია ვინმე მაღწეროს მოზარდული შეყვარებულობა შეიძლება განსაკუთრებით ასე აღიწეროს, როგორც არის გალაქტიონის ლექსში, რომ რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. აი აქ ძალიან ახლოს ვართ იმ იდეასთან, რომ რაღაცა ჩვენივე ნაწილთან ხო არ გვაქვს საქმე. ანუ, როდესაც ვირჩევთ სიყვარულს და თითქოს ვირჩევთ ახალ ადამიანს, ეს ხომ ნამდვილად ნიშნავს თუ არა ახალი ადამიანის აღმოჩენას, თუ ეს სადღაც ჩვენივე რესურსში, ჩვენივე საწყობში, მიმალულ ბნელ კუნჭულში არსებული ნაწილის სიყვარულია, ხო? თუმცა ეს ძალიან ხაზგასმით რაღაც ნარცისტული პოზიცია არის ამაში, რომ მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი და სულ ერთია ვინ ხარ, სულ ერთია რა ხარ, ხო? მაგრამ ძალიან მძლავრია ეს სიტყვები, ალბათ რაღაც ასაკში და რაღაც ეტაპზე ყველა თქვენგანს ძალიან გიყვარდათ ეს ლექსი. ეს ილუზია არ გახლავთ თვითმოტყუება, ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის ურთიერთობის ფსიქიკური ფორმა.
ესე იგი, აბსოლუტურად ჩემი ოცნების სიყვარულიდან ზრდასრულ სიყვარულამდე გზაზე თუ ვერ ვინარჩუნებ ილუზიას, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობაში თუ ყველაფერი ძალიან რეალისტურია, ყველაფერი ძალიან მართალია, ყველაფერი უზუსტესია და ყველაფერი ახსნილია, აღარც თამაშის სივრცე დარჩა, აღარც ბუნდოვანი დარჩა რამე და აღარც დაუდგენელი, მაშინ ქრება ეროტიკა. ქრება კრეატიულობა, ქრება სურვილები და პირიქით, თუ ყველაფერი ბუნდოვანია, ყველაფერი დაუდგენელია, ყველაფერი გაურკვეველია, ყველაფერი არასაიდმედოა, ამ შემთხვევაშიც ინგრევა ურთიერთობა. ესე იგი, სადღაც შუაში უნდა ვიმოძრაოთ ახლა ჩვენ. მოკლედ, მინიკოტის მიხედვით სიყვარული ცოცხლობს იქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს პოტენციური სივრცე. ამიტომ კიდევ რომ დაუბრუნდეთ ახლა შექსპირს, ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გსურს. არ არის მორალური პრობლემა, არამედ ეს არის აი ამ გარდამავალი სივრცის შენარჩუნება. ან როცა ამბობს, რომ მინდა იფიქროს ამ ცხოვრების მე არა ვიცი. აი ეს განსაკუთრებით საინტერესო ფრაზაა, რომელიც თავის მოსულელებას და სისულელეს, სიბრიყვეს და სიკრეტინეს კი არ ასახავს, არამედ ურთიერთობის თამაშის წესია, სადაც ორივე მხარე უსიტყვოდ ზოგჯერ თანხმდება თამაშის წესებზე. და აი მაგალითად ეხა მე შემიძლია მოგიყვეთ უფრო ცხადი რო გახდეს ჩემი მაგალითი, ჩემი ურთიერთობის მაგალითი, რომ არასოდეს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე თავი არ ჩამithვლია უმწეო და სუსტ ადამიანად. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბავშვობაში ვერ ვხედავდი კარგად, ეხლაც ვერ ვხედავ, ბავშვობაში ბრუნდები. მაგრამ შუალედში კარგად ვხედავდი, ოპერაცია მაქვს თვალების ორივეზე გაკეთებული. მაგრამ აი მაშინ როცა ჯერ კიდე ძალიან ცუდად ვხედავდი ბავშვობაში, ჩემთვის რაღაცნაირად სამყარო იყო ბუნდოვანი და ეხლაც ძალიან ცუდი ორიენტაცია მაქვს. აი ეხლაც დამაგვიანდა 10 წუთი, იმიტომ რომ ნამყოფი ვარ აქ და მაინც ვერ მოვაგენი. მაინც დიდი წრე დავარტყი ფეხით უკვე მანქანიდან რომ ჩამოვედი. მოკლედ მახსოვს აი ესე ფოტოგრაფიულად რაღაც ადგილი, მაგრამ როგორ მივიდე იქამდე ვერ ვიხსენებ. თუმცა ეს მაქვს ორიენტაცია ზოგადად არის ტვინის 17 ძირითადი ფუნქციიდან ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი ფუნქცია დროში და სივრცეში ორიენტაცია, ხო? აი პირველად, როდესაც გონდაკარგული ადამიანი გონზე მოვა ხოლმე, ეკითხებიან აბასადა ხარ, რა დღეა, რა რიცხვია, უნდა ორიენტაცია გქონდეს ამაში. მაგრამ მე მაქვს ალბათ ქალებს ცოტა უფრო დაბალი გვაქვს ორიენტაცია ვიდრე კაცებს, ევოლუციურად მათ მეტი ტყეღრეში ხეტიალი უწევდათ, მაგრამ აი ქალებს ხო აქვთ დაბალი, მე მაქვს იმ დაბალზე კიდე უფრო დაბალი. რაღაცა ზღვარზე, რომლის იქითაც უკვე იწყება დეფექტური უფუნქციობა. მაგრამ დეფექტური არ ვარ, იმიტომ რომ არ ვიკარგები. აი შეიძლება დავარტყა წრე, დავაგვიანო, ვიწვალო, ვიძახო, ბოდიშაპი მოვიხადო, მაგრამ მოვალ, რაღაცნაირად მოგაგნებ რა და ესეთ საცობი რო არ ყოფილიყო, არც კი დამაგვიანდებოდა, ვერც მიხვდებოდით, რომ დეფექტი მაქვს ცოტათი. მოკლედ, როგორც არის და კიდევ ეს განაპირობა ერთი იყო ჩემი მხედველობითი პრობლემა და მეორე იყო ის, რომ მე ვიყავი ოჯახში უმცროსი შვილი და ყველა ჩემი უფროსი იყო და ყველას სადღაც დავყავდი. აქედან გამომდინარე, ესე იგი ჯერ ხოსხვებს დავყავდი და მე ბავშვობიდან პირდაპირ გავთხოვდი და მე უკვე ქმარს დავყავდი და ამასობაში მართლა გამოვშტერდი ხალხო. ხო და მაგრამ ესე იგი, ეს ჩემი უნარი, რომელიც ისედაც დაბალი უნარი იყო, მთლად მოფამფლოვდა, ასე ვთქვათ. მოკლედ, მეგობრებო, ეს ჩემი უმწეობის მაგალითი მოგიყევით იმიტომ, რომ აი ასეთი თამაშის წესებისგან შედგება სიყვარული, რომელშიც ჩვენი პარტნიორები თავიანთ ადგილს პოულობენ. იქ, სადაც ჩვენ არ გვჭირდებიან ისინი, ძნელია იქ იპოვო შენი ადგილი, იქ შენი ადგილი მხოლოდ შეიძლება ის იყოს, რომ დააცადო ადამიანს, ხო? მაგალითად, ეხა ჩემი ქმარი რო პარაშუტიდან ხტის, მე არ შემიძლია რომ ამაში ავუბა მხარი. იქ მე ერთადერთი შემიძლია ვიყო ასე ხმელეთზე და დავაცადო. ხო, აი ესე იგი რაღაცა არის, რომ ვაიმე ჩემი ვიღაცა შაქარს ვერ მოურევს ჩაიში რო იძახიან დედებმა და ამის ხელიდან გაშვება რომ არ უნდათ. ეს არის ადგილი, რომელშიც ისინი თავის თავს პოულობენ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს გადაჭარბებული ისე რომ არ დავადამბლაოთ ერთმანეთი მართლა თავიდან ბოლომდე რაღაც წესებზე უსიტყვოთაც ხდება შეთანხმება რომ ვაიმე აი ასეთი საბრალო ვარ და ხა შენ თუ არ მეყოლები დავიკარგები და რეალობა ხო ორივემ ვიცით
შექსპირისა არ იყოს, ჩვენ ორივემ ვიცით რომ ტყუი ვართ. იმიტომ რომ მანაც იცის რომ ეს საზღვარგარეთ მის გარეშეც მიცხოვრია, მის გარეშეც წავსულ ვარ საქმეზე და არ დავკარგულ ვარ რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ჩვენ ორივეს მოგწონს ეს, ხომ არ დაიკარგე? არა. დაბა, დუბ. ხო. ესე იგი მეორე მხრივ რატო გჭირდება რომ გვატყუებდნენ და ვატყუებდეთ, იმიტომ რომ ეს ზრდის უსაფრთხოების განცდას, ამცირებს მიტოვების შფოთვას და ინარჩუნებს ეროტიკულ დაძაბულობას. და შეიძლება პარადოქსათაც მოგეჩვენოს, მაგრამ სიყვარული ხშირად სულაც არ ინგრევა ტყუილის გამო. არამედ ის ინგრევა მაშინ, როდესაც ტყუილს ვეღარ და აღარ ვინაწილებთ. ანუ თუ კი მე ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მე არ ვიკარგები. ხო? ეს უკვე არის განცხადება, რომ ვიღაცა ამოვგლიჯე იმ აუცილებლობიდან, რომელ ტყუილსაც ჩვენ ვუვლიდით, როგორც ჩვენი სიყვარულის და ფლირტის ტერიტორიას, ხო? და ასევე არის ხოთეშორის ძალიან უკიდურესი რამეც კი, რომ აი მაგალითად ისეთი ტყუილის განაწილებაც კი, როდესაც მაგალითად წაასწარით თქვენ შეყვარებულს თლათ ლამის თავზე წამოადექით. თუ შენთან ყოფნა ისე უნდა, გეუბნება რომ შენ გიჟი ხარ და მოგეჩვენა. და რაღაცაა შენც თუ მასთან ყოფნა მაინც გინდა, თან ხდები თამაშზე და ამბობ რომ უი მართალი ხარ კაცო როგორ მომეჩვენა რა გიჟი ვარ. ხო, ანუ აი ეს რაღაცა ესეთი უკიდურესობამდეც კი შეიძლება მივიდეს ეს ტყუილი, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ერთად ყოფნის სურვილებს. სიბერე მიცის სიყვარულში წლების დაფარვა. აი შექსპირის ისე სონატიდან ისე ამ ფრაზას უბრუნდები, ეს უკვე არის ემოციური შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი. ესე იგი, ასაკთან ერთად კვლავ ხდება სიყვარულის ტრანსფორმაცია ვნებიდან თანხმობამდე, ანუ საიმედოობამდე. ესე იგი, ფსიქოლოგიურად თუ კი ახალგაზრდობაში გვჭირდება ილუზია, იმისათვის რომ აი ეს თამაში შედგეს, სიმწიფეში უკვე გვჭირდება შეთანხმებული ილუზია. ესე იგი, არა მოტყუება, არამედ ერთობლივი დუმილი. ერთობლივი დუმილი გულისხმობს იმას, რომ შენ რომ მაშინ მაწყენინე, შენ რომ მაშინ ეს მითხარი, ის მითხარი, აი დავდუმდეთ და საიმედოობაზე თავიდან ვთანხმდებით, ხო? ესე იგი, შექსპირის მიხედვით, სიყვარული დგას ცნობიერ თვითმოტყუებაზე, არა იმიტომ, რომ ადამიანები ან სუსტები არიან, ან მატყუარები, არამედ იმიტომ, რომ სიმართლეზე უკეთესი თავშესაფარია ტყუილი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს. იმიტომ, რომ სიყვარულის აპოლონური მხარე, მისი ესთეტიკური მხარე თავიდან ბოლომდე არის შემოქმედება, რადგანაც ეს სულაც არ არის მხოლოდ ბიოლოგიით განპირობებული და სულაც არ არის მხოლოდ სოციალური მოთხოვნით განპირობებული, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ მას ვთხზავთ როგორც ხელოვნების ნაწარმოებს და აქედან გამომდინარე ეს ტყუილი ბჭყალებში, ტყუილი ასრულებს აი ამ შემოქმედების როლს. ეხლა თანამედროვე ფსიქოლოგებით დავიწყებ, სანამ ფროიდზე და იუნგზე გადავალ, იმიტომ რომ საინტერესოა მაგალითად თანამედროვე ფსიქოლოგები რას ამბობენ სიყვარულისა და ურთიერთობის შესახებ. ერთ-ერთი ესეთი ავტორი, ცნობილი თეორიების ავტორი გახლავთ სტივენ მიჩელი, რომლის ნაწარმოებია, რომ შეიძლება სიყვარული გაგრძელდეს, ანუ რომანტიკის ბედი დროთა განმავლობაში. და მიჩელის ძირითადი იდეა არის, რომ ის სიყვარულს ხედავს არა როგორც სტაბილურ მდგომარეობას, არამედ როგორც დინამიკურ დაძაბულობას, უსაფრთხოებასა და სურვილს შორის. ანუ მისი მთავარი თეზისია, რომ სიყვარული ცოცხლობს დაძაბულობის ველში, სიახლოვესა და დამოუკიდებლობას შორის და ის რაც გვიზიდავს პარტნიორში, მოგვიანებით იმან შეიძლება კიდეც გაგვაღიზიანოს. ესე იგი, აქ რა იგულისხმება, ხო? რომ მაგალითად თქვენ შეგიყვარდათ ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოყვარია. შეგიყვარდათ იმიტომ, რომ გმირია, მეომარია, მოგზაურია, მეზღვაურია და უცებ ნელ-ნელა როგორც კი მოიპოვე ეს ადამიანი, ღიზიანდები და ეუბნები, აბა 6 საათზე ფეხები ფლოსტებში და არ წახვიდე გარეთ, ხო? ან კაცს შეუყვარდით თქვენ იმიტომ, რომ უნაგირო ცხენს დააჭენებდით, ერთი ველური გოგო იყავით და ეხა უცებ გეუბნება, რომ აბა ეხა საყვარელო დაქალთანაც არ წახვიდე ყავის დასალევად, ხო? ესე იგი, ის რაც იწვევდა აღტაცებას და რასაც დაეფუძნა სიყვარული, იმას ვუწყებთ ხშირად ბრძოლას.
ესე იგი მიჩელის მიხედვით სიყვარული არ არის ჰარმონია. ანუ სიყვარული არ შექმნილა სიმშვიდისთვის. სიმშვიდე არის თანატოსის ენერგია, ანუ სიმშვიდე უკავშირდება სიკვდილს, სიბერეს, ჩაჩუმებას, არამედ სიყვარული არის ნებათა ღელვისთვის, რომ დამირეკა, არ დამირეკა, რატო არ დამირეკა, აბასაც წავიდა, ეხლა სად არის, რატო აგვიანებს? რომ მითხრა აბაზანაში 10 წუთი შევალო, 11 წუთი რას აკეთებს, ხო? აი ეს არისო სიყვარულიო, აი ეს დაძაბული დინამიკა ინარჩუნებს აი ამ პეპლებსო, ხო? ესე იგი, მიჩელის მიხედვით სიყვარული არის უნარი დარჩე ურთიერთობაში მაშინაც თუ სრულ თანხwebdrას ვერ პოულობ და აი ამ თამაშში იპოვო ბედნიერება. ასეთი მეორე ცნობილი ავტორის თეორია, არტურ არონის თეორია გახლავთ, რომ ჩვენ გვიყვარდება ის, ვინც გვავითარებს, ვინც ჩვენ სამყაროს გაშლის და გააფართოვებს. ნუ თუ გაინტერესებთ ეს ნაწარმოები, საინტერესო არის მისი ესეთი ყველაზე ცნობილი მოტივაციისა და შემეცნების თვითგაფართოების მოდელი ახლო ურთიერთობაში, ასე ქვია მის წიგნს. ესე იგი, მისი აზრით, სიყვარული არის პროცესი, რომელშიც ადამიანი საკუთარ მეს სხვისი დახმარებით ავითარებს. აი, მე თვითონ ვამბობ ხოლმე ხშირად, სხვა შორის მე ყველა ამ თეორიას ცოტ-ცოტ, ყველა ის თეორია, რომელიც მოგიტანეთ, ყველა მათგანს ვიზიარებ. ესე იგი, არც ერთი მეცნიერი არ არის 100%-ით ამომწურავი, ხო, ამიტომ ვეცნობით ჩვენ ბევრ მეცნიერს და რაღაცა ჯამი გამოგვყავს, მე რომელსაც კიდე საკუთარ პოზიციას ვაშენებთ და ვამატებთ. და ყველა ეს ავტორი, რომელსაც ახლა მე განვიხილავ, ყველას ვეთანხმები, რა თქმა უნდა და იმიტომ მოვიყვანე აქ და თვითონაც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი სიყვარული რომ მოდიან ახალგაზრდა ადამიანები, ვეუბნები, რომ რისთვის გინდა სიყვარული, სიმშვიდისთვის, თუ ნებათა ღელვისთვის. და აი არონის თეორიას რაც გააჩნია, მე თვითონაც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ხო ამბობენ, რომ ერთნაირი წყვილები არიანო, ჰარმონიული წყვილები. რა თქმა უნდა, შეიძლება ჰარმონია იპოვო ერთნაირ ადამიანშიც, შენი ტიპის ადამიანშიც, რომელსაც შენნაირი მუსიკა უყვარს, შენნაირი ყველაფერი მაქსიმალურად ერთნაირად გიყვართ. მაგრამ ჩემი აზრით სასურველია, რომ რამდენიმე რამ გიყვარდეთ ერთნაირი და სხვა რამეში აბსოლუტურად განსხვავებულები იყოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ცოდნა და სხვადასხვა ენერგია მოუტანოთ ერთმანეთს. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ იმდენად განსხვავდებით, თქვათ მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთისგან, რომ ერთდროულად ორ ცხოვრებას ცხოვრობ მეთქი. იმიტომ რომ მე ჩემი ტიპაჟით ალბათ ვიცხოვრებდი უფრო არხეიმ ცხოვრებას, რაღაცა ყვავილები, ფუნთუშები, რაღაცა ხო რა და ნებათა ღელვები და ძლიერი ჯახაჯუხი კარები შეიძლება შექმნას ამ დროს სხვამ ჩემს ცხოვრებაში, ხო? და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ გავდივართ, ვაფართოებთ ჩვენს თვალსაჩინოს, შემოდის ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა გრძნობები, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ადამიანები ვხვდებით ერთმანეთს, ხო? ესე იგი, არონის აზრით სიყვარული არის პროცესი, აი მრავალმხრივი აღმოჩენებისა საკუთარ თავში, რომელ სივრცესაც პარტნიორი ქმნის შენთვის რომ განვითარდე. მეორე მხრივ, ხო, იმიტომ რომ შენც უნდა მოგცეს შენი ინტერესების გაფართოების შესაძლებლობა და თუ ეს არ ხდება, სიყვარული ინგრევა. ანუ არონის აზრით ჩვენ გვიზიდავს ის, ვინც ახალ გამოცდილებას გვაძლევს, ახალ პერსპექტივას გვიქმნის, გვაცდის რომ განვითარდეთ ჩვენი მისწრაფებებით, გვიტოვებს ამ ტერიტორიას და როდესაც ურთიერთობა აღარ გვავითარებს და დაგვიხშობს აი ამ თვალსაჩინოს, ქრებაო, ნება და იშლება ურთიერთობაო და არონი ამბობს, რომ სიყვარული კვდება არა კონფლიქტის გამო, არამედ კვდება მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობაში ვეღარ ვიზრდებით, ან რომელიმე, ან ორივე. კიდევ ერთი ასეთი ცნობილი თანამედროვე ავტორი გახლავთ რობერტ შტერნბერგი, მისი თეორიაც საინტერესოა, მას ეკუთვნის სიყვარულის სამკუთხა თეორია. და მისი ძირითადი იდეა ძალიან ჰგავს მედიცინის მოდელს. აი დღეს მთელი მედიცინა, სომატურიც და ფსიქოთერაპიული მედიცინაც, ფსიქიკურ მენტალური ჯანმრთელობაც მუშაობს ბიოფსიქოსოციალური მოდელით. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ბიოლოგიური არსებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფსიქოლოგიური საკითხები ჩვენ შიგნით, რასაც დავატარებთ, ტრავმა თუ მეხსიერება თუ ჭრილობა თუ ნებისმიერი ჩვენი შინაგანი გამოცდილება
ურთიერთობა და ამავდროულად ჩვენ ვართ სოციალური არსებები, რომლებსაც სჭირდება ურთიერთობა და სჭირდება ისა რა ქვია ნაწილი იყოს რაღაცა ჯგუფის, ხო? ესე იგი, შტერნბერგი ამბობს, ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რატო ჩემს სათაურის შემდეგ, რაც გამოყოფილი მქონდა საკითხები, რაზეც დღეს უნდა მესაუბრა, გამოყოფილი მქონდა ასევე ვნება, სიახლოვე, ხო? მეც მქონდა ეს სამი ნაწილი. ესე იგი, სიყვარულის სამკუთხა თეორიაში შტერნბერგი გულისხმობს, რომ სიყვარული შედგება სამი კომპონენტისგან: ვნება, სიახლოვე, ანუ ინტიმურობის განცდა, სიმყუდროვის და ცულობის და ვალდებულება. ვალდებულება, ეს არის, რომ ვნება ეს არის ჩვენი ბიოლოგიური განპირობებულობა, ანუ ბიოქიმია, რომელიც გვიზიდავს და არის ძალიან ჭეშმარიტი იმისათვის, რომ ინსტინქტია, რომელიც რაღაცა თავისთავად არსებობს. შემდეგ არის უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი, იმ სიახლოვის პოვნა, რომელზეც ეხლა უკვე გადავალ კლასიკურ ფსიქოანალიზის ფუძემდებლურ ლოგიკაზე, მაგრამ მანამდე უბრალოდ დავტოვოთ ეს როგორც ფსიქოლოგიური სიახლოვის ნაწილი და ჩვენიანის გრძნობა, ჩემი ადამიანის შეგრძნება და შემდეგ უკვე ვალდებულება, ეს გახლავთ სოციალური ვალდებულება, რომელშიც ესე იგი იგულისხმება, რომ სხეული ხომ ბრძანებელია, კი ბატონო, ფსიქიკაც თავისებური ბრძანებელია, იმიტომ რომ ადამიანის სექსუალობა განსხვავდება, ცხოველი როგორც ირჩევს პარტნიორს, თორე ცხოველიც ესე შეჯვარება რომ უნდა ძაღლების, ისინიც არ მიდიან ყველა ერთმანეთთან, მათაც აქვთ თავისი ესთეტიკური განცდა და სუნით და ბიოქიმიით შეფასების ტენდენცია, მაგრამ ადამიანში ეს კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ ათასნაირი ფეტიშით, ათასნაირი პერვერსიით, ათასნაირი რაღაცა შთაბეჭდილებებით არის ნაკვები ვის ვინ მოეწონება. არასდროს არ ვიცით, ესე იგი ჩვენ გოგონია რომ სულ გვინდა რომ ასეთი ფორმა გქონდეს, ისეთი ფორმა, ასეთი წამწამია ვიპრიხოთ, მოგეცეთლ ხენა, გაგვიმარჯოს ხალხო, სიყვარულს გაუმარჯოს. შემდეგ უკვე არის კიდევ სოციალური სტატუსი, ხო, რომ ეს ქორწინებაა თუ რაღაცა ურთიერთობა, ზოგჯერ შეიძლება ქორწინება არ იყოს და იყოს მრავალცოლიანობა, ვთქვათ, ან არ იყოს საერთოდ ქორწინება, მაგრამ აი რაღაცა მდიდარი კაცების ატრიბუტი იყვნენ ახალგაზრდა ესკორტი, ხო, და ნუ ეს იყოს სტატუსის მაჩვენებელი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ურთიერთობის სოციალური ნაწილი და ასევე სოციალური ნაწილი არასტატუსური, არამედ თვითონ ჩვენ რაც გვჭირდება, როდესაც ადამიანების ერთობა მუშაობს როგორც გუნდი, რომლებიც არიან ერთმანეთის მოკავშირეები და რომლებიც ამ ცხოვრებას ერკინებიან ერთდროულად, ხო? ესე იგი, სამივე ეს კომპონენტი გვაქვს აქ და ეს კომბინაცია ქმნის სხვადასხვა ფორმებს, შეიძლება ცალ-ცალკე იყოს მხოლოდ ვნება, რომელიც რომ მოიწურება, მერე მოგვიანებით გატაცება იყო და ერქმევა, შეიძლება იყოს მხოლოდ რაღაცა ინტიმურობა და სიახლოვე განსაკუთრებული ვნების გარეშე და ამას დროთა განმავლობაში რომ განილევა და ერქმევა, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და დღესაც მეგობრები ვართ, ასეთი სიყვარული არასდროს მთავრდება ხოლმე ისეთი გახლეჩით, რომ ვეღარ იურთიერთონ მერე ადამიანებმა. შეიძლება ყოველთვის მოიკითხონ ერთმანეთი, ყოველთვის კეთილი განცდა ქონდეთ ერთმანეთის მიმართ. და იყოს მხოლოდ ვალდებულება, ანუ სოციალური ვალდებულება, რომ ნუ აი ოჯახი შევქმენი და ეხა კიდეც უნდა პასუხისგებელი ვიყო ამ ოჯახზე. მაგრამ ეს ემოციურად ცარიელი კავშირი იქნება. ხო, ესე იგი რომ შევაჯამოთ, ხო, ესე იგი და მიჩელი ამბობს, რომ თუ ეს სამივე ერთად არის, ამ შემთხვევაში არისო სრულყოფილი სიყვარული. თორემ შეუძლია ცალ-ცალკე არსებობაც, მაგრამ რაღაცა კომპონენტი ჩაშლილია, ხო? ესე იგი რომ შევაჯამოთ ამ სამი ავტორის მოსაზრება, მიჩელი ამბობს, რომ სიყვარული როგორც დაძაბულობის ატანა, სიყვარული არის დაძაბულობის ატანა, სანამ ავიტანთ აი ამ ვნებათა ღელვას, მანამდე იცოცხლებსო. არონი ამბობს, რომ სიყვარული ეს არის საკუთარი თავისგან ვითარება და სანამ წყვილი ერთად ვართ და ვითარდებით და წინსვლის განცდა გვაქვს, მანამდე იცოცხლებს სიყვარულიო და შტერნბერგი ამბობს, რომ სიყვარული არის როგორც სტრუქტურა, რომელიც იცვლება და ყველაზე კარგი იქნება თუ შევინარჩუნებთ ცოტა ვნებასაც, ცოტა ფსიქიკურ სიახლოვესაც და შევინარჩუნებთ სოციალურ ვალდებულებასაც ერთმანეთის მიმართ. მოკლედ, სიყვარული არც მხოლოდ ილუზია და არც მხოლოდ რეალობაა. ის არის სიყვარულის უნარი, ანუ უნარი დარჩე ურთიერთობაში მაშინაც, როცა სრულ თანხმდრას ვერ პოულობ და როდესაც ყველაფერი იდეალური არ არის.
ეხლა გადავიდეთ კითხვაზე, რატომ გვიყვარდება ხშირად ერთი ტიპის ადამიანები, ეს არის უკვე ფსიქიკური მხარე, ფსიქოლოგიური მხარე სიყვარულის და აქვს თუ არა ამაზე პასუხი ფსიქოლოგიას. აი, აქ ბრუნდებით უკვე ფსიქოანალიზის მამებთან და ძალიან მოკლედ შევკუმშავ ხამ თეორიას, რომ ფროიდისთვის სიყვარული არ არის სუფთა სახის არჩევანი და რაიმე ახლის აღმოჩენა, არამედ ეს არის არაცნობიერი სურვილების გადაადგილება. ესე იგი, ანუ ფროიდის აზრით სიყვარული ეფუძნება ობიექტის არჩევანს, რომელიც ჩვენ შიგნით არსებობს, რომელიც ბავშვობის პირველ სიყვარულებს, ანუ როგორც წესი მშობელ ფიგურებს უკავშირდება. ფროიდის მოდელში იდეალიზაცია არის აუცილებელი ეტაპი, იმიტომ რომ იდეალიზაცია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შევინარჩუნოთ ეს სურვილი და მივცეთ მას ფორმა. ესე იგი, სიყვარულის ფროიდისეულ მოდელში ადამიანი ნაწილობრივ უკან ხევს თავის ნარცისისტულ ტენდენციას და სხვა ადამიანში ეძებს საკუთარ დაკარგულ სრულყოფილებას და აი ეს არის იდეალიზაციის პროცესი, როდესაც სხვა ადამიანს მივაწერთ ყველაფერ მშვენიერ თვისებას, ხო, ჩვენი სიყვარულის ობიექტს. მაგრამ ფროიდის აზრით ეს არის მეხსიერება იმ პირველი სიყვარულის შესახებ, რომ მერე ვეძებთ სუროგატებს, შემცვლელებს გარე სამყაროში. იუნგის მიხედვით, საინტერესო ინტერპრეტაცია აქვს იუნგსაც, სიყვარული მუშაობს როგორც პროექცია. და ინდივიდუაციის გზა. აი ეს ორი რამ ძალიან საინტერესოა. ანუ ჩვენ გვიყვარდება ის, ვიზეც უპროეცირებთ. ეხლა რა არის პროექცია, რომ იუნგის ტერმინები არის მაგალითად ჩრდილი, ანიმა, ანიმუსი. ანიმას და ანიმუსის ეძახის ჩვენ შიგნით მცხოვრებ ქალს, ჩვენ შიგნით მცხოვრებ კაცს, ჩვენ ჩრდილოვან მხარეს, ყოველ ჩვენს განუხორციელებელ პოტენციალებს, ხო? და ესე იგი იუნგი ამბობს, რომ ჩვენ პროეცირებთ საკუთარ თავს სხვაში, აი მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ფრიადოსანი, ძალიან მოწესრიგებული გოგო ვიღაც ხულიგანს როგორ გაჰყვა ცოლად, ხო? ესე იგი, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენი საყვარელი ადამიანი ხდება ჩვენივე შიდა ფიგურის მატარებელი, ან ჩვენი განდევნილი ჩრდილის, ან ჩვენი ანიმასი, ჩვენი ანიმუსის ნებისმიერი განუხორციელებელი არაცნობიერი პოტენციალისო. მაგრამ იუნგთან ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ არა ეს პროექციის მომენტი, არამედ ის, რომ სიყვარული ამ პროექციით არ მთავრდება იუნგის აზრით, ის უნდა დასრულდეს ინდივიდუაციის ეტაპით. ანუ სიყვარული თუ შედგა, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის მერე ეს პროექცია მოიხსნება. ანუ თავიდან კი მე ფრიადოსანი გამიტაცა შენმა ხულიგნობამ, მაგრამ მერე უკვე იწყება ის ეტაპი, რაც უკვე ვთქვით, რომ ახლა უკვე მაღიზიანებს დავიღალე, აღარ შემიძლია გამლახამ ჩემივე ჩრდილმა, რომელსაც შენ წარმოადგენ და აი აქ უკვე სიყვარული ვეღარ შედგა. და იუნგი ამბობს, რომ კითხვა ისმის ასე, ხო? ანუ იუნგის ნაცვლად მე ვსვამ ახლა კითხვას. შემიძლია თუ არა მიყვარდე მაშინაც, როცა შენ აღარ ახარ ჩემივე სიმბოლო. ანუ всё, მოგხსენი აი ეს ჩემი პროექციის ნაწილი და ეხლა უკვე ინდივიდუაცია უნდა შედგეს და მივხვდე რომ შენ ხარ მე ვარ აღარა ვარ ერთმანეთში არეული და აი აქ თუ შევძლებ რომ მიყვარდე. ესე იგი ფროიდთან სიყვარული იწყება ილუზიით რომ სურვილი გადარჩეს, რომ აი ეს არის ის პირველი კავშირის სუროგატი, იუნგთან კი სიყვარული იწყება ილუზიით იმისათვის, რომ საბოლოოდ სული გამოიკვეთოს, სული გამოჩნდეს, ანუ ინდივიდუაცია შედგეს, ხო? ფროიდის თეორიის მიხედვით არსებობს საფრთხე, რომ თუ ილუზიას დავკარგავთ, სურვილსაც დავკარგავთ, ანუ სიყვარული გაქრება, იუნგთან არის გამოწვევა, რომ ილუზიის, ანუ პროექციის გადალახვის შემდეგ ნამდვილი კავშირის შესაძლებლობა შეიძლება ვერ ჩამოყალიბდეს. ან თუ ჩამოყალიბდა, ესე იგი გადავლახეთ კიდევ ერთი მთავარი დაბრკოლება. ესე იგი, კითხვაზე რომ დავუბრუნდეთ, შევაჯამოთ, რატომ გვიყვარდება ხშირად ერთი და იგივე ტიპის ადამიანები და აქვს თუ არა მას ფსიქოლოგიური ახსნა, ფროიდი პასუხობს, რომ სიყვარული არის მეხსიერების გამეორება, სადაც სურვილი ეძებს ნაცნობ ფორმას, თუნდაც ეს ფორმა ტკივილთან და დაუკმაყოფილებლობასთან იყოს კავშირში.
იუნგი ამ კითხვას პასუხობს ამგვარად, რომ ჩვენ გვიყვარდება ის, ვისზეც პროეცირებთ ჩვენს არაცნობიერში. ანუ პრინციპში იუნგიც ამბობს, რომ ჩვენ ერთი ტიპის ადამიანი გვიზიდავს არა იმიტომ, რომ ისინი ერთნაირები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს ერთსა და იმავე შიდა სურათს განასახიერებენ, ხო? ესე იგი, ამგვარად ფსიქოანალიზის პასუხი აქ გახლავთ, რომ სიყვარულში გამეორება არ არის შემთხვევითი და არ არის შეცდომა, არამედ ეს გახლავთ ფსიქიკის მცდელობა, წარსული გამოცდილება დააკავშიროს აწყოსთან და ისევ სცადოს ეს კავშირი. ფროიდის შემთხვევაში შინაგან ობიექტებთან სხვაგვარად, იუნგის შემთხვევაში ჩვენივე თავთან კავშირი და შემდეგ გახყოს და უკვე გარე რეალობად გადააქციოს, რომლის სიყვარულსაც შესძლებს. და აქვე ისევ მინდა ჩემს საყვარელ ვინიკოტს და მის გარდამავალი ილუზიის თეორიას დავუბრუნდე, რომ და ვინიკოტისთვის სიყვარული არც მხოლოდ გამეორებაა და არც მთლად ახლის აღმოჩენაა. მისთვის სიყვარული შესაძლებლობა არის გარდამავალი პოტენციური სივრცე ორ ადამიანს შორის და ვინიკოტის მიხედვით ჩვენ გვიყვარდება ის, ვისთანაც აი ამ ილუზიის შენარჩუნება შესაძლებელია. ანუ გვიყვარდება ნიჭიერება, შემოქმედებითობა ერთმანეთში. ესე იგი ჩვენ გვიყვარდება ის შუალედური სივრცე, სადაც ადამიანი არც საკუთარ ფანტაზიაში ჩაიკეტება და არც შიშველ რეალობაში არ დაინგრევა და გადაიჩეხება. მოკლედ, როცა შენ ხარ ჩემი საბანი და არა ჩემი კანი. რანაირი მეტაფორები ვთქვი ახლა, პოეტი ვარ. ესე იგი, და სწორედ ამიტომ ვიმეორებთ სიყვარულში ნაცნობ ტიპებს, რომლებიც საინტერესო გახლავთ, რომ ნაცნობი ტიპის გამეორება არის ფსიქიკისთვის უსაფრთხო და პარადოქსულად საინტერესო გახლავთ ის, რომ ის უსაფრთხოა მაშინაც, როცა საფრთხე შეიცავს. ანუ რის თქმა მინდა, აი ადამიანი გეუბნება, რომ ერთი და იგივე ტიპები მიყვარდება და სულ ერთი და იგივე პრობლემას ვასკდები, ყველა მოძალადეა. ან ყველა ნარკოდამოკიდებული ხდება, თუ იყო, თუ არის, თუ რატომ ხდება ეს, არა? ესე იგი, ჩვენ ზოგჯერ ჩვენი დაზიანებული სურათები, შიდა სურათები გვატარებს ერთსა და იმავე ტრაუმულ წრეზე, იმიტომ რომ იქნება ერთხელ მაინც წარმატებით გავცეთ რაიმეს პასუხი. ხო და ის რასაც ტრაუმულ წრეზე, რასაც წარუმატებელ სიყვარულს ვეძახით, სინამდვილეში ვიმეორებთ ჩვენსავე ტკივილის გამოცდილებას და ეს ტრაუმული კითხვა ერთი ადამიანიდან მეორესთან მიგვაქვს, მეორედან მესამესთან, იმიტომ რომ ვერსად ვიპოვეთ პასუხი და აქ აუცილებელია ჩემი აზრით მეტი ფსიქოანალიტიკური ინტერვენცია, ასე ვთქვათ, რომ გავარკვიოთ რა ხდება ჩვენს თავს, ხო? ეხლა გადავიდე მეორე კითხვაზე, რომელიც საკითხებში გქონდა, როგორ ყალიბდება სიყვარულის ენა ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ესე იგი, უპირველესად რაც უნდა დავაზუსტოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორ ყალიბდება სიყვარულის ენა, უჩეგენაჩალი არ არის ეს. ანუ სიყვარულის ენის ჩამოყალიბება არ ნიშნავს, რომ ის ყალიბდება სიტყვებით. ეს ასე არ არის, სიყვარულის ენა არ იბადება თავიდანვე სიტყვებით, ის იბადება ურთიერთობის გამოცდილებით. ანუ იმით თუ როგორ გვიყვარდა მაშინ, როგორ ვუყვარდით მაშინ და როგორ გვიყვარდა მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით სიტყვები, არ ვიცოდით ლაპარაკი. რა ვიცი რა ხდება. ვაიმე, ძალიან კარგი. ცოტა შორს ივა მინდაძის კვლევა რო ვახსენე, თავში ტყუილის ანატომია. ძალიან კარგი ფრაზა აქვს, იქ ძალიან მომეწონა, რომ პირველ შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენთ მეორეთო. ხო და ძალიან კარგი ანეკდოტი არის, ის არა ქვია, გურული დაინახავს ქალს რესტორანში, ძალიან მოეწონება და მივა და ეუბნა ქალბატონო, თქვენ ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ თუ ჩამევიარო მეორეთაც. ამიტომ სულ უნდა იყოთ მობილიზებული, რა იცით, იქნებ ჯერა ვინმეს. ხო. ესე იგი, სიყვარულის ენის ჩამოყალიბების დასაწყისი გახლავთ სხეული. სხეული და უსაფრთხოება. ესე იგი, ბიოლოგიური არსებობით იწყება სიყვარულის ენა. ხო, ბავშვების ადრეულ ეტაპზე სიყვარული არის ტონი, რიტმი, როგორ გველაპარაკება ჩვენზე მზრუნველი ადამიანი, შეხება, ხელმისაწვდომობა, რამდენად მიგდებული ვართ, ან მაშინ დროზე ვართ ჩახუტებული, როდესაც ეს გვჭირდება.
აი აქ შეგვიძლია უკვე ვახსენოთ ისეთი ფსიქოლოგები, როგორებიც არიან ბოულბი და აინსვორთი, რომლებსაც მიეკუთვნებათ მიჯაჭვულობის თეორიები და ისინი გამოყოფენ მიჯაჭვულობის ტიპებს უსაფრთხო, შფოთვიანი, არიდებითი, დეზორგანიზებული და აი ამის მიხედვით ყალიბდება ჩვენი შემდგომი პოზიციები უკვე დიდობაში, ხო? სწორედ აი მიჯაჭვულობის ეს ტიპები ქმნის პირველ პასუხს კითხვაზე, რომ შემიძლია თუ არა მიუახლოვდე სხვას ისე, რომ არც დავიშალო, არც დავზიანდე, რომ ეს კავშირი იყოს უსაფრთხო და ბედნიერი. ეს არის სიყვარულის ენის გრამატიკა, რომლითაც ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკს. და შემდეგ ისევ ვინიკოტი და თამაში და ილუზია, ანუ ვინიკოტის მიხედვით ბედნიერი სიყვარული ვითარდება იქ, სადაც ბავშვი გრძნობს, რომ მას ელოდებიან, რომ შეუძლია ითამაშოს, იცელქოს, შეუძლია რაღაცა შეეშალოს, არასწორი იყოს და ის მაინც იყოს მიღებული, მაინც უყვარდეთ, რომ მისი დანახვა უხარიათ. აი ეს თვისებები თუ ბავშვობიდან ჩაიდო, შემდეგ უკვე ეს სიყვარულის ენა ბუნებრივად უკვე პასუხებსაც კი თავის თავში მოიცავს, ხო? ესე იგი, სიყვარულის ენა ყალიბდება როგორც ურთიერთობის თამაში ყოფნის თავისუფლება კავშირისგან მიღებული სიამოვნება და თუ ეს სივრცე არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში სიყვარული გახდება ხშირად ზრდასრულობაში უკვე კონტროლზე და შიშზე დაფუძნებული, აი როგორც პატარა ბავშვი რომ დედას გაეტირება, რომ ხონამდე და ჯღავის, ხო, რომ გონია რომ მიმიატოვებს დედა აღარ დაბრუნდება. აი ზუსტად ასეთი სასოწარკვეთილი შეიძლება იყოს, ხო? და მოზარდობაში უკვე სიყვარული იღებს, სიყვარულის ენა იღებს ახალ განზომილებას, აქ უკვე ჩნდება ვნება და იდეალიზაცია, ეს არის სწორედ რომეოსა და ჯულიეტას ასაკი და ინტენსივობა, ძალიან დიდი ინტენსივობა. და ყველაზე საინტერესოა, რომ აქ ჩნდება კითხვაც, აი ამ სიყვარულში კი ვარ ვნებებით სავსე, მაგრამ მინდა კი რომ დამინახონ, იმიტომ რომ მე თვითონ მეშინია ჩემი სხეულის, მე თვითონ მეშინია სარკეში ჩემი თავის დანახვის და აი სწორედ აქ ჩნდება რომ მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი და უსაფრთხო ტერიტორიაზე დარჩი რა, აი მე მიყვარდა მაიკლ ჯექსონი ეგრე როგორ გამიბედავდა რა, არ მომწონხარო ხო ვერ მეტყოდა, ისეთი კარგი იყო. მე პარალელურ კლასელი არ ვიცნობდი და აი ეს ნელ-ნელა გვიახლოვდება, ხო ესა. ესე იგი, ეს ენა მოზარდობაში იმდენად დიდია შიში, რომ მინდა კი რომ ნამდვილად დამინახონ, რომ ეს უფაქიზესი ასაკი აუხეშებს ენას და ეს ძალიან საინტერესო რამე, ერთი რაღაც უნდა გავიხსენო, რომ რომეო და ჯულიეტას თანამედროვე ვერსიას ვაყურებინებდი ჩემს ქალიშვილს და ამ დროს აი რაღაცა შემთხვევით რო თვალს მოკრავ იმ ასაკში როა თინეიჯერი, რომ გული გამისკდა გოგო რა სიტყვებს ხმარობს, ვიფიქრე, ისე უხეშად რო ლაპარაკობენ თინეიჯერები ერთმანეთთან. და ამ დროს უყურებს ამ იმას და მეუბნება, დედა ჯულიეტა დარტყმული იყო. არ მოეწონა ეს თანამედროვეობა, იმიტომ რომ თანამედროვეობა ის კი არ არის, რომ ვერ გაიგორო, მოზარდზე ფაქიზი გრძნობების არავინაა, მას ის მსხრევადობა და სიფაქიზე უნდა და ეკრანზე უნდა დაინახოს, იმიტომ რომ ვერ ბედავს თავის თავში გამოხატოს ეს, ხო? და მე ვაყურებინე ზეფირელის ვერსია და ნუ გაგიჟდა, მე იმდენი იტირა და ისე მოეწონა და ნუ მე უკვე წაიკითხა კიდევაც შექსპირი, ხო? ესე იგი, მოზარდობაში ხშირად ჩვენ ვირჩევთ სიყვარულს, რომელიც გვაღელვებს, გვტკივა, მაგრამ ნაცნობია, ანუ ატანა შეგვიძლია. ეს არის სიყვარულის ენის პოეტიკა, ხშირად არასტაბილური, ხან უხეში, ხან ის, მაგრამ ძალიან ცოცხალი. და ვკითხულობთ ამ დროს ლექსებს, ვითარდებით, ვუსმენთ მუსიკას, თვალს ვაპარებთ ეროტიკისკენ, კინოებში, შეიძლება პორნოგრაფიისკენაც, ჩვენ სხეულებსაც ვსწავლობთ, ხო? მაგრამ ნუ ეს კიდევ ერთი ვრცელი თემაა, აი ეს ძალიან ფაქიზი ასაკია ბიოლოგიურად, აი აქ როგორ ხდება ბიჭების ტრავმირება, გოგოების ტრავმირება, სხეულთან დისოცირება და გახლეჭა, ეს ცალკე ლექციის თემაა და რა ვიცი, ალბათ სხვა დროს როდესმე ხა ვერ მოვასწრებ უბრალოდ. ესე იგი, ზრდასრულობაში სიყვარულის ენა უკვე ხდება სოციალური და ემოციური კომპეტენცია, რაღაცნაირად ის უკვე სხეულებრივად, ფსიქოლოგიურად, როგორ დავახლოვდეთ ადამიანთან და სოციალურადაც რა იქნება მისაღები და რა არა, იმ წრეში, სადაც ჩვენ ტრიალებთ, უკვე რაღაცნაირად გვაქვს ათვისებული, ხო? ესე იგი, ეხლა ჩავდგათ კითხვაც, რომ ჩვენ როგორ ვუყვარდებით სხვას და რა როლი აქვს აქ ემოციურ ხელმისაწვდომობას. ესე იგი, მე როგორ ვხდები საყვარელი, გავიგე მე როგორ მიყვარდება, მაგრამ მე როგორ ვხდები საყვარელი. ეხლა აქ ასევე შევამოკლებ, გადავახტები რაღაცებს და გეტყვით, რომ რაც იმაზე ვილაპარაკე, ჩვენ როგორ გვიყვარდება, შეგიძლიათ შეაბრუნოთ და ასევე ვუყვარდებით სხვებსაც, ამიტომაც ყოველი ჩვენი მცდელობა, რომ თუ კი იმას სულ სხვა სურათი აქვს ტვინში,
როგორც არ უნდა გამოიყურებოდი, როგორც არ უნდა იქცეოდე, ვერ მოხვდები ვიღაცის თვალსაწიერში და ვერასდროს გაიგებ, რატო შეუყვარდი ვიღაცას, ხო? ან რას უნიეცა შენგან, ან რას უნი არ ეცა შენგან. აქედან გამომდინარე, აი ეს უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული მოდის ჩვენთან არა იმიტომ პირველად, რომ დავიმსახურეთ, არამედ იმიტომ, რომ იმუშავა აი ამ ბიოლოგიამ და ფსიქოლოგიურმა სურათებმა და მხოლოდ შემდეგ ჩვენს სოციალურ უნარებზე და ხელმისაწვდომობაზე უკვე არის და კომპეტენციებზე დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ და ნუ აი ამ შენარჩუნების ტიპებზეც ვილაპარაკე, არ ვიცი ხარ ამდენად დაგამახსოვრდათ, ბევრი იყო, მაგრამ როგორც იყო, ხო? ესე იგი მეორე მხრივ რომ მე როგორ ხდები საყვარელი, ამას დავამატოთ კიდევ ეს ცნება, როგორიც არის ემოციური ხელმისაწვდომობა. ესე იგი ფსიქოლოგიის პასუხი აქ არის საკმაოდ მკაფიო, რომ ჩვენ ვუყვარდებით არა იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი გრძნობა აქვს ჩვენს მიმართ, მაინც და მაინც, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ემოციურად ხელმისაწვდომები. ეს რას ნიშნავს, რომ აი ბოულბისა და აინსვორთის მიჯაჭვულობის თეორიების მიხედვით სიყვარული ყალიბდება იქ, სადაც მეორე ადამიანი პროგნოზირებადი და ხელმისაწვდომია. ანუ პასუხობს, რჩება კონტაქტში, არ ქრება კრიტიკულ მომენტებში. ემოციური ხელმისაწვდომობა ნიშნავს არა მუდმივ სიახლოვეს, არამედ უნარს, იყო შეხვედრისთვის ღია, იყო გული გქონდეს სიყვარულისთვის ღია, ხო? განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობა რთულდება, შენ ემოციურად რაღაცნაირად ხელმისაწვდომი იყო, რომ ამაზე იმსჯელო, კი არ გაიბუტო და გაიქცე და ბრძოლის ველიდან, ხო? თუმცა ყველა ტიპიურ სქემასთან ერთად არსებობს ატიპიური სქემებიც და აი ეს აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა. რომ რაღაცებს გადავახტებით, მაგრამ ამას მაინც დავიტოვებ, რომ როდესაც სიყვარული აღმოცენდება ხოლმე იქ, სადაც უპასუხობაა, ეს არის ერთი შეხედვით ატიპიური, მაგრამ ესეც უკავშირდება ჩვენს ფსიქოლოგიურ გამოცდილებებს, როდესაც მაგალითად ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი მაგალითად არ გვეუბნებიან, რომ მამა გარდაიცვალა და გვეუბნებიან, რომ საზღვარგარეთაა, უყვარ ხარ. ნახე, გამოგიგზავნა რაღაც, მაგრამ არ არის მასთან ფიზიკური კავშირი, ხო? ან ღმერთს უყვარ ხარ, მერე რა რომ ამდენი ტანჯვა მოგევლინა, მერე რა რომ ისი ხმა არ გესმის, ის არსებობს, რომელსაც უყვარ ხარ. აი ამისი პროექცია გახლავთ უკვე სიყვარულში, ამ ფსიქოლოგიური სტატუსის ყოფნა არ ყოფნის ერთგვარად ბუნდოვანების, ხო? როდესაც ადამიანებს, აი მაგალითად ვიცინოდი ასე და ჩემი ქალიშვილი მომკლავს, მაგრამ პაწაწუნა იყო და იმაში რა ქვია, თავის დღიურში უწერია ერთ ბიჭზე. მგონი მოვწონვარ, იმიტომ რომ საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას. ძალიან საინტერესოა, ხო ყურადღებას თუ არ გაქცევს, რატომ ესეთი ლოგიკა 9 წლის იყო, ოღონდ ეს ჩანაწერი რო გააკეთა, ხო? და ნუ მესმის, ეხლა მე ვაშარჟებ, მაგრამ სინამდვილეში ის რას გულისხმობს, რომ ბიჭები პატერები რო არიან, იძაბებიან, ხო და რაღაცა ვითომ გამარჯვებასაც რო არ გეუნება, რომ უნდა გეუბნებოდეს და ამით რო გრძნობ, რომ მოწონხარ, ეხლა იმას სწორი ჩანაწერი ქონდა და სხვა ტიპის, მაგრამ ეხლა ნუ მე კარგად გამომადგა აქ ეს ციტატა და ამაზე სხვათა შორის გონება מחვილურად ხუმრობს ლაპკოვსკი, რომელიც ამბობს, რომ როდესაცო კაცი არ გადმორეკავსო, ჯანმრთელი ქალი ურთიერთობას წყვეტს და ავადმყოფი იწყებსო. ხო? მაგრამ ნუ ეს არის ძალიან უხეში ნათქვამი, ასე მხოლოდ პოსტსაბჭოთა არ ვიცი რამდენად მომეწონა უხეშობა, თანაგრძნობა არ არის ამაში, მაგრამ რაღაცა უხეში საზიზღარის ჰარკე შეიძლება იყოს ზოგჯერ, ხო? ესე იგი ვინიკოტი ემოციურ ხელმისაწვდომობას აღწერს როგორც ყოფნის ხელოვნებას, გვერდით ყოფნის ხელოვნებას. ესე იგი ვუყვარდებით მაშინო, როცა ჩვენთან შეიძლება ყოფნა ისე, რომ არ გადავყლაპოთ სხვა და არ დაკარგოს იმ სხვამ თავისი თავი ჩვენთან ყოფნაში. არამედ პირიქით იპოვოს, პირიქით განვითარდეს და ასე შემდეგ, ხო? აი მიჩელის თეორიები მქონდა კიდე, რომ ჩვენი ურთიერთობის ატანის უნარი, ესეც არის ემოციური ხელმისაწვდომობა და კომპეტენცია, როდესაც უყვარდებით სხვას მაშინ, რომ შეგვიძლია კონფლიქტში დარჩენა, განსხვავების ატანა და კონტაქტის მაინც შენარჩუნება რა. ანუ ურთიერთობის კულტურა ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ქმნის განცდას, რომ აი ამ ადამიანთან ყოფნა შემიძლია, ხო? ამიტომ სიყვარულში
გადამწყვეტი კითხვა ხშირად დროთა განმავლობაში აღარ არის რამდენად მიყვარს ამ კითხვას აღარ უსვამთ ერთმანეთს, არამედ ვკითხულობთ რომ შეგვიძლია თუ არა ვიყოთ ემოციურად ხელმისაწვდომი ისე, რომ ურთიერთობაში არც მე დავზიანდე, არც სხვა და პირიქით ჩვენ რესტავრაცია გავუკეთოთ ერთმანეთს როგორც ადამიანებს, ხო? აი ხა აი აქ საფრთხეებში ჩამოწერილი მქონდა, როგორ რეაგირებენ მაგალითად ისტერიული ხასიათის მქონე ადამიანები უკიდურეს შემთხვევაში, ხო? რომლებიც სიყვარულს და სექსს აღიქვამენ როგორც სცენას, როგორც აი უნდა ცირკულირებდეს სურვილი და ისტერიული ხაზების ადამიანები არიან ნიჭიერები და სულ შეუძლიათ სხვაში გამოიწვიონ გრძნობა, მაგრამ მათთვის მთავარი არ არის მერე აი ამ ობიექტთან ამ სურვილის შესრულება, არამედ მათთვის მთავარი არის რომ ეს გრძნობა სულ ტრიალებდეს, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეუძლიათ შეინარჩუნონ გრძნობები, ხო, რაღაცნაირად ეს მომხიბლელობა, პროვოკაცია, აი ეს არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და გარდამტეხ მომენტში შეიძლება უკან დაიხიონ და გაურკვევლობაში აღმოჩნდეს ადამიანი, რომ აი მეც მომწონხარ, შენც მოგწონვარ, ამდენიმე კეკლუცე მეც ეკვე და სად გავარდი ეხლა, ხო, მაგრამ ეს არის აი ამ ძლიერად ისტერიული ხაზების ადამიანისთვის სწორედ რომ გრძნობის თავის თავში გრძნობის შენარჩუნების საკითხი. ეხლა თავის თავში გრძნობის შენარჩუნება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო, იმიტომ რომ სიყვარული რომ არსებობს, ამას ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავში ვგრძნობთ. თუ ჩვენ არავინ გვიყვარს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და გველაპარაკო, როგორ ვუყვარ, ვარც სხვას ვერ მივხვდებით, იმიტომ რომ ის რაც ჩემს გამოცდილებაში არ არის, ვერ გავიგე ფრაზეა ლაპარაკი. ესე იგი, თავის თავში უნდა შეინახოს ადამიანმა გრძნობა, რომ თვითონ დატკბეს ამ უნებათა ღელვებით და ისტერიული ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია სწრაფად აღძრას სხვაში გრძნობა და ეს გრძნობა არასდროს არ დაასრულოს, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ სცენა დაიშლება და ისტერიული ტიპაჟი ცხოვრობს უფრო სცენაში, ვიდრე შედეგში, ვიდრე რაც მოიტანა აი ამ სპექტაკლმა, სიყვარულის გამოწვევამ, ხო? ესე იგი, შემდეგ არიან უფრო ობსესიური ტიპაჟები, რომლებიც მათთან აი სურვილი დაჰყავთ შიშისგან მინიმუმამდე, რომ სხვისი სურვილი მათში ისე არ შემოიჭრას, რომ მათი ემოციური ჩართულობა აღარ იყოს კონტროლირებადი, კონტროლს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამიტომ აი ამ ტიპაჟებთან ხშირად არის რომ ზად არა ვარ, კი მინდა, მაგრამ შენთან არ მინდა, კი მინდა, მაგრამ აქ არ მინდა, კი მინდა, მაგრამ სხვა დროს მინდა და ასე შემდეგ, ხო? და მათთვის ეს სიყვარულის ფანტაზიის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი ხდება და გრძნობის რაღაცნაირად დისტანციაზე შენარჩუნება, ვიდრე თავის თავში, თავის რეალობაში ამითი ტკბობა. აი ესეც არის მნიშვნელოვანი, ასევე სექსუალურ ურთიერთობაში ზედმეტად შეიძლება ეს ადამიანი გარედან უყურებდეს თავს, აკონტროლებდეს თავის სუნთქვას, რიტმს, ყველაფერს მოკლედ მოძრაობას და აქედან გამომდინარე სპონტანურობა დაკარგოს მთლიანად, ხო? დეპრესიული, ესე იგი, ობსესიური თუ თავს იცავს ჭარბის სიამოვნებისგან, რომ აი ამ თავდაცვით შეინარჩუნოს სიყვარული ცოცხლად, თორსა დეპრესიული ადამიანი კითხვას კი არ სვამს, რომ მე რა ვარ სხვისთვის, არამედ ამბობს, რომ ღირს კი საერთოდ რამე. აი ღირს არ არსებობს ეს ყველაფერი. ანუ თითქოს სიყვარული უკვე დაკარგულია სანამ მომინდება. ხო, ეს არის რაღაც გლოვის მდგომარეობა, სადაც უკვე გაუქმებულია ენერგია, ეს არის ლიბიდოს კოლაფსი, სხეული არის დახურული და აღარ მოძრაობს სურვილები, იმიტომ რომ დეპრესიულ ადამიანს ხშირად აქვს სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა და შეგრძნება, რომ სხვა უფრო მეტს იმსახურებს, ხო? ესე იგი, დეპრესიული ადამიანის კრედო არის, ასე ვთქვათ, რომ არ მინდა სიყვარული, რადგან მე უკვე დავკარგე ის, რაც უნდა მდომოდა. და შიზოიდური ფსიქოტიპი, რომლისთვისაც სიყვარული აღიქმება არა სიახლოვედ, არამედ საფრთხეთ, რომელიც მის ავტონომიას უქმნის საშიშროებას. ანუ თუ ძალიან მომიახლოვდები, მე დავიშლები. ესე იგი, ამ ტიპის ადამიანებისთვის ეს არის სტრუქტურული გამოცდილება, მათთვის სხეული არის საზღვარი და პრობლემა ჩნდება იქ, სადაც გრძნობა და სურვილი სხვასთან უნდა გააზიარონ. და ნებისმიერ შემთხვევაში სხვისი სიახლოვე ხდება ზედმეტი შემოჭრა და ამ პოზიციის ადამიანებისთვის სიყვარული, სექსუალურობა გადატანილია ფანტაზიაში, ინტელექტუალიზირებულია, ესთეტიზირებულია, ანუ მთელი ეს ეროტიულობა და სიყვარული არის გარეთ და როგორც კი ახლოს მოდის, აღიქმება საფრთხეთ, ხო?
რადგან სხეული პირადი ტერიტორიაა, ფსიქიკა პირადი ტერიტორიაა. ესე იგი საკუთარი თავის დაკარგვა ამ ადამიანებისთვის საფრთხეა. ეხლა საქმე აქ ძალიან ჩქარჩქარა უნდა იმას, რომ ნებისმიერი ეს პოზიცია ეს არის ძალიან ხისტად ჩამოყალიბებული, რაც გითხარით და ძალიან სწრაფად და უგემურად გავირბინე, მაგრამ მე მგონი ოდნავ მაინც დაიჭირეთ, რაზე ვლაპარაკობდი. ესე იგი ესეთი რეაქციები, რომ ხან ვამბობთ, რომ უი, კი მინდა შეყვარებულობა, მაგრამ ეხლა არა ვარ მზად. უი, რა კარგია, რომ გამოვიწვიე სხვისი ახტაცება, მაგრამ ეხლა აღარ მინდა ცეკვა. ან ой, ნუ მოდი ხარ ძალიან ახლოს, მე კი ძალიან ესთეტიზაცია გავუკეთე ამას, მაგრამ მომშორდი შენ ჩემს სივრცეს არ ღვევ. ან დეპრესიაში ყოფნა, რომ არა, მე მაქვს გულზე უკვე ისეთი დანაკარგი, რომ მე აღარ შემიძლია კიდე მიყვარდეს ვინმე, ხო? ეს ყველაფერი ჩვენ ერთმა ადამიანმა შეიძლება გავიაროთ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. იმიტომ რომ ეს ჩვენ სხვადასხვა შინაგან სურათს უკავშირდებოდეს და ამავდროულად სიყვარულში ჩვენ არ ვართ მარტო შემოქმედები, სიყვარული ორშორის ყალიბდება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სხვა როგორი ტემპით იჭრება ჩვენს რეალობაში, როგორი ტემპით ცდილობს ჩვენსგან ქვეშ შემოძრომას, ანუ მან როგორი იცის ცეკვა, მას რა პოზიცია მოაქვს ჩვენთან და აღვიძებს გლოვას ჩვენში, აღვიძებს კონტროლის დაკარგვის შიშს, აღვიძებს დასრულებს, სწრაფი დასრულების შიშს თუ ჩვენი კანის და მთლიანობის დარღვევის შიშს, ხო? ესე იგი, ჩვენც გვაქვს ხასიათში ყველა ის პოზიცია, რომელიც ჩამოვთვალე და მთავარი ისიც არის, სხვა როგორ გვეცეკვება და როგორ გვეთამაშება ამ მშვენიერ თამაშს. ესე იგი, მივედი ფინალურ საკითხამდე და მე ამოგასუნთქებთ და დავლევ მე სანამ თქვენ კითხვებს ჩამოაყალიბებთ, თუ გაქვთ რა თქმა უნდა კითხვები. ფინალური საკითხი გახლავთ, რაც ჩამოწერილი იყო, რომ არ ავწდე და მე რო არ თქვათ, რომ რაც იქ ეწერა, იმაზე არ ილაპარაკაო. სიყვარული როგორც ემოცია, იმიტომ რომ ხანდახან გამირბის სხვათა შორის სტრუქტურა და უფრო სხვა დამაინტერესებს ხოლმე სხვა ხაზზე მივდივარ. მივედით ფინალურ საკითხზე, რომ სიყვარული როგორც ემოციური და სოციალური კომპეტენცია, ანუ ის, რაც ისწავლება. ესე იგი, თუ სიყვარულს ჩვენ შევაფასებთ როგორც მხოლოდ განცდას და შემთხვევით თავს დატეხილ რაღაც მოულოდნელობას, ან თუნდაც მთლიანად წინასწარ განპირობებულ განცდას, ხო, მეხსიერებას. არ აქვს მნიშვნელობა, გინდა ერთი პოზიცია იყოს, გინდა მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი გგონია რომ აღმოვაჩინეთ, შეიძლება გაგვიმართლოს ან არ გაგვიმართლოს. ჩვენს შიგნითვე არსებული სურათები ამოვიღეთ, შეიძლება გაგვიმართლოს ან არ გაგვიმართლოს. იმიტომ რომ გამოდის რომ რაღაცა არის ან სრულიად უცნობი ველი, ან რაღაცა არის ნამეტანი ნაცნობი ველი და იმ ნაცნობში არ დაემთხვა რაღაცეები გარე სამყაროდან, ხო? ესე იგი, ფსიქოლოგია გვაჩვენებს, რომ არ არის ეს მხოლოდ ასე და სიყვარული არის უნარების ერთობლიობა, რომელიც თანდათან ყალიბდება, ვითარდება, ისწავლება და იმ ჩანასახოვანი სიყვარულიდან, რომელიც შეიძლება საბავშვო ბაღის ასაკშიც კი ვიგრძნოთ, თანდათან ზრდასრულ სიყვარულამდე ვაერთებთ ჩვენ ბიოლოგიურ განცდებს, ფსიქიკურ განცდებთან, სოციალურ განცდებთან და ვამთლიანებთ, ანუ გზადაგზა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ესე იგი, ემოციური კომპეტენცია ნიშნავს საკუთარი განცდების ამოცნობას და ატანას. საკუთარი თავის ატანას პირველ რიგში, საკუთარი გრძნობების ატანას, შფოთვის რეგულაციას და სურვილის გამოთქმას ისე, რომ ამ სურვილმა ყველაფერი არ გაანადგუროს, ისე არ გამოვთქვათ, რომ ყველაფერი მოსპოს ჩვენს ირგვლივ, როგორც ძველი რაჭული ანდაზა ამბობს, მის მოშარდულზე ბალახი აღარ ამოდიოდაო. ეს რომ არ მოხდეს. ხო, ესე იგი, სიახლოვის ატანას კონტროლის გარეშე, ამასაც ნიშნავს კომპეტენცია და სოციალური კომპეტენცია კი ნიშნავს ემოციური კომპეტენცია, ხოლო სოციალური კომპეტენცია ნიშნავს ურთიერთობაში დარჩენის უნარს კონფლიქტის დროს, აი ამ კონფლიქტის გამორკვევას, კომპრომისის მოძებნას, განსხვავების მიღებას ერთმანეთის, საზღვრების ისე დაცვას, რომ კავშირი არ დაირღვეს, პასუხისგებლობის აღებას იმაზე, როგორი ვართ სიყვარულში. ესე იგი, სიყვარული ქრება მაშინ, როცა უნარები არ ყოფნის. და აი ამ უნარებში შედის ასოციაციაც, ხო? აი პირველი სიყვარულის მომენტი არასდროს, შეყვარების მომენტი არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ და არასდროს არ უნდა შეგეშალოთ, უსმინოთ პარტნიორს, რას ყვება თქვენზე. აი ის რასაც ის ყვება თქვენზე, რომ პირველ შაბეჭდილებას ვერ მიიღებთ მეორეთო ისევ რომ დავუბრუნდე. აი მშვენიერ იმას წინადადებას, ხო? ეს არის რომ აი ის თქვენზე ყვება, რომ ეს ჩემი შეყვარებული არის
დავუშვათ მხიარული კეთილი და რაღაც, ხო? ეხლა შენ თუ მთელი ცხოვრება საპირისპიროს უმტკიცებ, რომ ხარ ღრჯო და ავი და არაფერი მხიარული შენ არა ხარ, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩდება გაუცხოების განცდა. იმიტომ რომ ის შთაბეჭდილება, ის ასოცირება, რომელიც მან მოგაწერა, აი როგორც ლას-ვეგასი აიგო ასე, გამოკითხეს უამრავი ადამიანი, რომ რა გახსენდებათ პირველი ვენეციაზე. გონდოლა, წყლის არხები ვიღაცებმა თქვეს და სასტუმროში დერეფნების ნაცვლად არის წყლის არხები და გონდოლებით მიდიხარ არაჩვეულებრივი რამეა, ხო? ეგვიპტე წარმოჩენილია როგორც პირამიდების სასტუმროები იქ, საფრანგეთი, ეიფელის კოშკი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის სწორედ ის, რომ ეს არ არის მხოლოდ შთაბეჭდილება, რომელიც დაიმახსოვრა და შეიყარა ადამიანმა, არამედ შეკვეთაც, რომ ამის გამო მიყვარდი, ხო? ესე იგი, აი ესეც უნარია, ესეც კომპეტენციაა, რომ ის რა შუქიც შენ თავიდან აჩუქე ამ ადამიანს, თავიდან ბოლომდე არ ჩააბნელო შემდეგ ის ნაწილი, ხო? ესე იგი, ბავშვობაში სიყვარული გვხვდება როგორც გამოცდილება, როგორც მეხსიერება, მოზარდობაში როგორც ვნება და მღელვარება ემატება ამას და ზრდასრულობაში კი სიყვარული უკვე ხდება კითხვა, შემიძლია თუ არა ურთიერთობა. აი აქ მთავრდება ილუზიების დრო და იწყება არჩევანი და არჩევანი იმისა, ვიცი თუ არა როგორ ვიყო სიყვარულში.